ტესტი 1 2 3 როგორ ისმის ჩემი ხმა? დღეს ბოლო დღე არის ბაკურიანში. ბოლო დღე არის აქ ყოფნის, ხვალ მივდივარ ბორჯომში, ცხელწყლებზე. დღეს ძალიან დიდი თოვლი არის აქაც, ახლაც თოვს. აი, იმხელა თოვლი არის, რომ წაიქცე მართლა არაფერი არ მოგივა. ამიტომ სასწაული დღე არის ფაქტობრივად დღეს. ჩვენი ილეთები დავხვეწოთ, გაჩერება დავხვეწოთ, ასე თუ ისე ყველაფერი დამოღამებული გვაქვს. 5 დღე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისწავლოთ ხილამურებზე სრიალი. გააჩნია რამდენი ხანი დავუთმობ სწავლას და რამდენი ხანი დავუთმობ გართობას. მე ჩემ მეგობრებთან ერთად თითქმის ყველა ტრასაზე ვიყავი, იმად გარდა რომლებიც ძალიან საშიში არის. ამიტომ სწავლას დიდი დრო არ დავუთმე, მაგრამ საბოლოო ჯამში გაჩერება ვისწავლე, მოხვევაც ვიცი, სწრაფად სიარულზეც პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ თხილამურებზე სრიალი შეგვიძლია უბრალოდ, რა თქმა უნდა, ისეთ ტრასებზე არა, რომლებიც ძალიან საშიშია. გიბრუნდებით მიტარბის ხიჟინიდან. ახლა უნდა დავაგემოვნოთ არაჩვეულებრივი ჰოთ-დოგი. მეორე ვარიანტიც აქვს ჩვეულებრივი ჰოთ-დოგი. ეს ვლოგის არხი გადაიქცევა ცოტა ხანში ალბათ food reviews საჭმლის შეფასების არხად. არაჩვეულებრივი, ჩემი აზრით 10-დან 10 უნდა იმსახურებდეს, მაგრამ ეს ჰოთ-დოგი არის 10-დან 8. მაგრამ ძალიან გემრიელი არის მომწონს. შეახა და შეიძლება შიმშილის გამოც უმატებდე ქულებს. ერთი დაღმართი არის მიტარბზე, კოხტადან როცა გადმოდიხარ მაშინ, სადაც არის მოსახვევი. აი მოსახვევში ამის რეალ და კარგად წავიქეცი, თოვლი რომ იყო, ეგ აქვს თოვლის უპირატესობა, რომ როდესაც თოვლი არის, რო წაიქცევი, არაფერი არ გეტკინება, მაგრამ ცუდი ეგ არის, რომ ერთ ადგილას შეიძლება არ იყოს ბევრი თოვლი, მეორე ადგილას ძალიან ბევრი თოვლი იყოს, ერთი თხილამური ნაკლებ თოვლზე გადავიდეს, მეორე მეძე და აგერიოს ბალანსი ფეხებს შორის, ამიტომ შეიძლება მოსიად და გადავარდე. რჩევა იქნება თუ დამწყები ხართ, არ გარისკოთ და მიტარბზე არ გადახვიდეთ და არის რეალურად, სანამ ტექნიკას სრულად არ სრულყოფთ. გამოვედით ბორჯომში, ახლა ვართ ბორჯომის პარკში. ჩემგან ხელმარჯვნივ არის ბორჯომის მინერალური წყლები. ჩვენ დღევანდელი მისია არის, რომ ავიდეთ ბორჯომის ხელწყლებზე. 3 კილომეტრში არის, ამინდი ცოტა ხელს არ გვიწყობს, ნამდვილად. ბავშვობაში აი აქ რომ მოვდიოდი, სულ თამაშობდი. ძალიან ბევრი ატრაქცია არის აქ ტურისტებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. აი ესეთი ხიდი არის და ბოქლომები კიდია, love lock ქვია ამას. ვიცი უბრალოდ რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყო ადამიანი, რომ ბოქლომი დაკიდო ხიდზე. აი გოგირდის აღზევის პირველი ბანერი. აი ესეთ ტყეში ვართ, ძალიან ლამაზი არის ეს ადგილი. აი მეორე ნიშანიც უკვე პირველი ნიშნიდან მეორემდე საკმაოდ არის მანძილი. როგორც იქნა ამოვედით, საკმაოდ მოგვიწია სიარული გზაზე, მაგრამ აი აქ ვართ, ჩემს უკან არის ცხელი წყლები. ახლა გამოვიცვლით, ველოდებით. აი აქეთ არის გამოსაცვლელი ოთახი. გამოვიცვლით და ჩავალთ ცხელ წყლებში. გამოვიცვალეთ უკვე, ახლა უნდა შევიდეთ ცხელ წყლებზე. აი აქეთ არის ცხელი წყლები. ახლა ჩავალ მთლიანად და მე თვითონ ვიბანავებ აქ ცოტა ხანი გავჩერდები 1 საათი მაინც. უკვე 40 წუთია ვართ აქ, კიდევ დარჩევით ალბათ 20 წუთი და შემდგომ კვლავ წავალთ უკან. ახლა ისეთ ადგილას ვართ, მინდა განახოთ პირველად სად ჭამე პიშკა, სად გავიგე პიშკის გემო. სად ძალიან გემრიელია. პირველად რო გავშინჯე, აი ესეთი გემრიელი აქ რა. აქვთ 2 გემო, აქვთ შაქრის პუდრით და შოკოლადის პუდრით, რომელსაც გინ დაირჩევ და ძალიან გემრიელი პიშკებია, არ ინანებთ ამის ყიდოს დამჯერებით. 5 საათზე იკეთება დეკას. დეკა რა ეს კოხტო ქვია. რომელი რიცხვი დღეს რომელია? 18. ეს არის 18 თებერვალი. თლიანად.
გამარჯობა. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნია და დღეს ჩვენი სტუმარი არის ნიკა ბურჭულაია. გამარჯობა, ჩემი სახელია ნიკა. მე მაქვს მიკროფონი. ჯერ სიტყვები უკან წაიღე და თქვი რომ ჩემს რეალს ნეგატიურად ვერ შეაფასებ. ნია და მარიამი არიან პრო. აი, საუკეთესო. იქარა, ქვემოდან გადააჭირე. ეკრანს არ შეიძლება. ოქთა სერიალის შემდეგ გადმოვედით მიტაპზე. ოქსა და რთული იყო რომ გესრიალა ისე მეძინე, აუ როგორ არ ვიდა ყამეშაზე. და რთული იყო რომ